პირველ რიგში ხალხს ადადებს სოციალური პრობლემა, მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკითხები, ძალიან დიდი პრობლემაა ამ უბანში ასევე ავარიული სახლები. პრაქტიკულად ხალხი ყოველდღიური შიშის ქვეშ ცხოვრობს, რომ ამ სახლებს რაღაც დაემართებათ. მე ამ ადამიანებს დავპირდი ერთი რამ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არავის ვინც მუშაობს ხელისუფლების სტრუქტურებში თუ არა, არავის არ მოთხოვენ უერთგულონ ამა თუ იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში. ანუ მათი სამსახური იქნება დამოკიდებული მათ პროფესიონალიზმზე და იქნება დამოკიდებული მათ კეთილსინდისიერებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა მოსახლეობის, თბილისის მოსახლეობის მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი გააკეთოს. შეგვპირდა დახმარებას, ქალაქის კეთილდღეობას, იმედიანად უყურებთ მას. ჯერავს რომ ეს კაცი არათუ ქალაქის პრობლემებს მოაგვარებს, არამედ მოაგვარებს დიდ პრობლემებს, რასაც ქვია დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა, რასაც ქვია რუსეთთან ურთიერთობა. რამე თუ მერი თავად მარტო მეური არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს პოლიტიკოსი.